საღამომშვიდობისა დღეს სამშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. რასურათი შეიქმნება კონფლიქტურ რეგიონებში მას შემდეგ, რაც საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას ვეტო დაედო. რუსეთის ნაბიჯის შედეგად დამკვირვებლები საქმიანობას წყვეტენ. პარალელურად თვის ბოლოს საქართველოს დატოვებს კიდევ ერთი საერთაშორისო EUTHOS მისია, რის შემდეგაც ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლის ნაწილი ოკუპირებულია, სადამკვირვებლო ფუნქციას მხოლოდ ევროკავშირი ინარჩუნებს. რა რესურსი არსებობს იმისათვის, რათა დამკვირვებლებმა დაკისრებული მისიის სრულად შესრულება მოახერხონ. დიპლომატიური ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე და პოლიტიკური დაპირისპირება ქვეყნის შიგნით. გამონახავენ თუ არა საერთო ენას პოლიტიკური ოპონენტები. ხელისუფლების შემოთავაზებას ადრესატთაგან ერთ-ერთის დადებითი პასუხი უკვე მოჰყვა. ამჯერად სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეობის სურვილი გამოთქვა, პასუხის პასუხს ელოდება. მას ესე დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. რუსული ვეტოს შედეგად საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის მუშაობა სრულდება. როგორ აფასებს ქართული მხარე უშიშროების საბჭოს ხდომის შედეგებს და როგორ აპირებს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის განხორციელებას. ვეტო რუსული არაღივით არის, მაშინაც კი როცა გაქვს უნდა გამოიყენო, რადგან ეს არის შენი იზოლაციის, შენი პოზიციის დაუცველობის პირველი ნიშანი. გაეროს მისიის, თუნდაც ამ სუსტი მისიის გასვლით საერთაშორისო მექანიზმების რაღაც ნაწილი სუსტება, მაგრამ მეორე მხრივ რუსეთმა დაკარგა შანტაჟის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და გუშინდელი დღის შემდეგ რუსეთი ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით წმინდა წყლის აგრესორად და ოკუპანტად. ეს რაც გუშინ მოხდა, ნათლად ადასტურებს, რომ არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის არის ტერიტორიული მთლიანობა წითელი ხაზი, რომელსაც არ დავთმობთ, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. კონფლიქტის ზონების საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე რამდენიმე წუთში პირველი თემის შეკითხვებს გრიგოლ ვაშაძე და ნიკოლოზ ლალიაშვილი უპასუხებენ. გახდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი ბანო მერაბიშვილის მოადგილე. უმრავლესობა კანდიდატისგან საჯარო სამსახურის შესახებ კანონის დაცვას ითხოვს. ოპოზიცია კი უპირობო შეთავაზებას ელოდება. ამ ადგილს ამ შემოთავაზებას ვიღებ როგორც ოპოზიცია და არა როგორც ადამიანი, რომელიც გადადის პოზიციაში. მოხდა სასწაული და ამაზე დათანხმდნენ ის შეეცდება მაქსიმუმი გააკეთოს. ალბათონ სალომეს კიდევ როგორც ვხედავთ, სურს სუპერპოლიტიზაცია მოახდინოს ამ შემთხვევაში კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩვენ ექსპერიმენტებს ამ შემთხვევაში ნამდვილად ვერ ჩავატარებთ. თუმად უნდათ რომ დღის პირველ ნახევარში სამინისტროში იყვნენ, ხოლო საღამოც განაცხადონ რომ აი თურმე სამინისტრო არის მიტინგის გვერდით და გამოიყენონ ყველაფერი ეს არეულობისთვის, ბუნებრივია ამის საშუალებას არავის არ მიგწევს. საქართველოს გზის ლიდერის ახალი ამპლუა და ოპოზიციის სამოქმედო გეგმა. გადაცემის დასკვნით ნაწილში სალომე ზურაბიშვილი პირველი თემის სტუდიაში. პირველი თემა პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. საღამომშვიდობის ბატონო გრიგოლ. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონ გრიგოლ, პირველ რიგში მინდა გთხოვოთ შეფასება იმ შედეგისა, რა შედეგიც მიიღო საქართველოს უშიშროების საბჭოს ხდომის დასრულების შემდეგ. უპირველეს ყოვლისა მინდა გავიხსენოთ, რა მიზნები ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოს და ქართულ დიპლომატიას მაშინ, როდესაც დაიწყო ამ საკითხის განხილვა უშიშროების საბჭოში. გახსოვთ, რომ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია გენერალური მდივნის მოხსენებამ, სადაც რბილად რომ თქვათ, კომპეტენციის გადამეტებით იყო სერიოზული ცვლილებები შეტანილი წინა მოხსენებასთან შედარებით. კერძოდ შეიცვალა სახელი, შეიცვალა ქართული დასახლებული პუნქტების ტოპონიმები და საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება იქნებოდა, თითქოს კარგად გაცვლილმა რუსულმა ხელმა გაეუარა ამ მოხსენებას. ჩვენთვის ამოცანა იანვრიდან იყო გასაგები. რაზე მიუთითებს ეს ყველაფერი ბატონ გრიგოლ? ეს მიუთითებს იმას, რომ ჩვენ ერთი წუთსაც არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ უკვე იანვარში გვესმოდა, რომ ჩვენი ამოცანა არის პირველი და უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის არავითარ შემთხვევაში არ დაგვეშვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის ეროზია. მეორე შეგვენარჩუნებინა მისია. თუ ამ ორ ამოცანას შორის დადგებოდა არჩევანი და სამწუხაროდ, ალბათ იანვარში უკვე ვიცოდით, რომ არჩევანი დადგებოდა, მაშინ ნათლად წარმოგვეჩინა, ვისი ხელით კვდება მისიები საქართველოში. თუ
თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მისიის წასვლამ არავითარი კმაყოფილება არ გამოიწვია არც ჩვენ საზოგადოებაში, არც მთავრობაში, არც საგარეო საქმეთა სამინისტროში, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი არის საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფნა და არსებობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მით უკეთესი ჩვენთვის. დანარჩენ მიზნებს ჩვენ მივახციეთ, იმიტომ რომ რუსეთიც იღვწოდა არა მარტო იმისთვის, რომ მისია მოეკლა და ასე ვთქვათ, მოწმები მოეშორებინა თავისი დანაშაულის, მოწმები მოეშორებინა ოკუპირებულ ტერიტორიას. უპირველეს ყოვლისა იღვწოდა იმისათვის, რომ რამენაირად მიეღწია ორ ამოცანის გადაწყვეტას. პირველი, ლეგიტიმაცია მიეცა იმ ბანტუსტანისთვის, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში შეიქმნა და მეორე, რამენაირად მიეღწია თავისი შეიარაღებული ძალების ოკუპანტების ლეგიტიმაცია. აბსოლუტურად ვერ მიაღწია. ვერც ერთ თავის ამოცანას ვერ მიაღწია და მე დღეს უკვე ბრიფინგზე ვთქვი, ესა ვეტოს უფლების გამოყენება, ეს გავს ბირთვული იარაღის გამოყენება. შენ შეიძლება გქონდეს ბირთვული იარაღი, მაგრამ არ უნდა გამოიყენო. ეს არ არის გამოსაყენებადი იარაღი. ეს აბსოლუტურად იძულებითი ნაბიჯი იყო. საკითხი დადგეს შემდეგნაირად. ერთხელ იყო საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობა და ასე ვთქვათ, ამ ჯგუფს მშვენივრად ესმოდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უშიშროების საბჭოს რომელიმე რეზოლუციაში საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის ეროზია. მეორე მხარეს იყო რუსეთი, რომელსაც არჩევანი არ ჰქონდა, იმიტომ რომ რომელიმე რეზოლუციის ხსენება ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ცალსახა დადასტურება უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში ნიშნავდა იმას, რომ 26 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ გააკეთა აბსოლუტური სისულელე, თავისთავად მიიმწყვრია ჩიხში და ეხლა უშიშროების საბჭოში იძულებული არის აღიაროს ისევ საქართველოს ტერიტორიული ანუ გამომდინარე ამ ყველაფრიდან ბატონ გრიგოლ მოსალოდნელი იყო მეტნაკლებად ეს შედეგი, რა შედეგიც დადგა უშიშროების საბჭოს ხელმისაწვდომი. თუ გავითვალისწინებთ იმ პოზიციასაც, რა პოზიციაც ქონდა წინასწარ დაფიქსირებული რუსეთს, თუნდაც რეზოლუციის იმ პროექტთან დაკავშირებით, რაც იყო წარმოდგენილი. არავითარი ილუზიები არავის რუსეთის პოზიციაზე არ ქონდა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ იანვრიდან ჩვენ მცდელობა არ დაგვიკლია. საერთოდ დიპლომატიას არ უყვარს ეს წინასწარი პროპაგანდა თავისი ნაბიჯების და ქმედებების. ამიტომ ბანკივით ჩუმად მოქმედებდით ჩვენ. არც ჩვენ მოკავშირეებს მცდელობა არ დაგვიკლია იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციისთვის აგვეხსნა, რომ ჩვენ ვართ გახსნილები დიალოგისთვის. თუმცა იყო შეფასებები საქართველოს, იყო ეს შეფასებები ოპოზიციის მხრიდან, რომ ეს შედეგი დადგა იმიტომ, რომ საქართველოს დიპლომატიამ სათანადოდ ვერ გამოიყენა ყველა რესურსი, რაც ამ შედეგს აგვაცილებდა თავიდან. იცით, მე საზოგადოდ ოპოზიციაზე ლაპარაკი არ მიყვარს. როგორც რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ამბობდა, იმя, фамилия, пароль, явка. მითხარით გვარი და სახელი ადამიანის, ვინც იმას ამბობს, მაშინ გავაკეთებ კომენტარს, იმიტომ რომ მაბატიეთ და ეს ვეტერინარის ან ინჟინერის კომენტარებს, მე კომენტარებს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ყველა საქმეს თავის პროფესიონალი ყავს. ყველას აქვს უფლება კონსტიტუციური ჩვენი მუშაობა შეაფასოს, აბსოლუტურად ყველას, იმიტომ რომ ეს ხალხი გადასახადის გადამხდელია და ხელფასგვიხდიან. მაგრამ მე ნუმთხოვთ პროფესიულ დისკუსიაში შესვლას და თუ გვას დამისახელებთ, სიამოვნებით გიპასუხებთ. ეს განცხადებები გაკეთა ნინო ბურჯანძის, ასევე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, თუმცა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, გადავიდეთ სხვა საკითხებზე, რადგანაც ისინი ამჟამად არ იმყოფებიან სტუდიაში და შესაბამისად დისკუსიაც ვერ შედგება. ბატონ გრიგოლ, სანამ ვისაუბრებდეთ იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოყვეს გაეროს სადამკვირვებლო მისიის შეჩერება საქართველოს, მე მინდა გთხოვოთ შეფასება, რა როლი შეასრულა ამ ხნის განმავლობაში კონფლიქტის მოგვარებაში, ან მეტნაკლებად დარეგულირებაში იუნომიგმა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მოქმედებდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. იცით, სამართლიანობა მოითხოვს უპირველეს ყოვლისა მადლობა უთხრათ ყველა ადამიანს, ვინც ამ მისიაში მსახურობდა და თავისი შეზღუდული მანდატით და შეზღუდული შესაძლებლობებით ცდილობდა ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რაღაც უსაფრთხოების და სტაბილურობის მიღწევას, განსაკუთრებით რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარს და აგრევე იქ მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას. თუმცა სიმართლე რო ვთქვათ და ამას ოქსფორდის განათლება არ ჭირდება, საკმარისი არის ერთი კვირის განმავლობაში გვეყურებინა ჩვენ საინფორმაციო გამოშვებებისთვის, დავინახავდით, რომ ყველა საინფორმაციო გამოშვება იწყებოდა იმითი, რომ გალის რაიონში მოიტაცეს, გალის რაიონში აწამეს, გალის რაიონში დააყაჩაღეს, გალის რაიონში გაძარცვეს, გალის რაიონში დაკარგულია. მისია სამწუხაროდ თავიდანვე იყო მოსკოვის ეგრეთ წოდებული ავადსახსენებელი ხელშეკრულების პირმშო. და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად შეზღუდული იყო თავის ქმედებებში.
ის რომ მისია იქ იყო, რა თქმა უნდა, ეს იყო პლუსი, მაგრამ ის რომ პირნათლად ცდილობდნენ თავისი მოვალეობის შესრულებას და ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ამ ხალხს. ესეც მართალი არის, მაგრამ ის რომ რაღაც განსაკუთრებული შედეგებით ეს მისია ვერ დაიქვეყნის, ესეც ფაქტი არის. მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც რუსეთმა აგრესია დაიწყო სამაჩაბლოში, შემოიჭრა როკის გვირაბში და 1 აგვისტოს დაიწყო წვრთნები და ქართული სოფლების და ქალაქების დაბომბვა და ეს გრძელდებოდა 7 აგვისტომდე, აფხაზეთში ამ დროს ერთი გასროლა არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, 8-ში რუსეთის დაახლოებით თუ მეხსიერება არ მღალატობს 30,000-იანი დაჯგუფება შავი ზღვის ყველა მცურავი საშუალების დახმარებით, საფრონტო და სტრატეგიული ავიაციის დახმარებით და სარაკეტო კრეისერი მოსკოვის დახმარებით შემოიჭრნენ აფხაზეთში და ჩაატარეს ეთნიკური წმენდის მესამე ტალღა. კოდორი იბომბებოდა სხვათა შორის იმ კრეისერიდან. იმ დღიდან, ესე იგი, ომის დამთავრების დღიდან დღემდე მისიამ ვერ მოახერხა მოხსენების დაწერა. ესე იგი, ვერ აღწერა ობიექტურად ის, რაც იქ ხდებოდა. და როდესაც ქართულ დიპლომატიას ვიღაცა ადანაშაულებს, ერთი შეკითხვა მაქვს. ის, ვინც თქვენ დაასახელეთ, სახელმწიფოს ედგნენ სათავეში. და ეს ფრაზები რო ისმის, რატო ვერ აუხსენით რუსებსო? თქვენ რატო ვერ აუხსენით რუსებს? მე 2008 წელში, 7 წელში მივიღე მაპატიეთ საქართველოს მოქალაქეობა და 2008 წელში დავბრუნდი სახელმწიფო სამსახურში. თქვენ რატო ვერ აუხსენით? და ვერ აუხსნეს იმიტომ კი არა, რომ მათ დააკლეს მცდელობა. იმიტომ ვერ აუხსნეს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა პრინციპულად მიუღებელია რუსეთისთვის. კი ბატონ გრიგოლ, და რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს იმ ფაქტს, რომ დღეს საქართველოს დატოვების მალე უთოს მისია, იგივე ბეც იზიარებს გაეროს მისია, რა უარყოფით კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ ეს ფაქტი, მოდით დავიწყოთ გალის რაიონის მოსახლეობაზე საუბრით, თქვენ ახსენეთ მათი მდგომარეობა და ის თუ რა ხდებოდა ამ ხნის განმავლობაში ამ რაიონში, რამდენად შემაკავებელი ფაქტორი იყო მისიის არსებობა, თუნდაც იმისათვის, რომ მოსახლეობა მეტნაკლებად ყოფილიყო დაცული და რა შეიძლება მოხდეს ამის შემდეგ. იცით, ის კიდევ ერთხელ ვიძახი, მე არ მინდა მისიის მნიშვნელობის დაკნინება, მაგრამ რაც შეეხება ქართულ მოსახლეობას, რომელიც იმყოფება აუტანელ პირობებში, რაც შეეხება ქართულ მოსახლეობას, რომლის მიმართაც უხეშად და მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები, მისია საერთოდ ვერავითარ როლს ვერ თამაშობდა სამწუხაროდ. რაც შეეხება უარყოფით შედეგებს. ხა მე პოლიტოლოგი არა ვარ დიპლომატი, ამიტომ უარყოფით შედეგებზე რომ ვლაპარაკობთ, ჯერ დავიწყოთ იმითი, რომ მთლიანად მოუხაზოთ სურათი. ესე იგი, უშიშროების საბჭოს ხდომა დამთავრდა იმითი, რომ პირველი საქართველოს დაიცვა ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსი. მეორე, რუსეთი ცალსახად წარმოჩნდა როგორც ოკუპანტი. აბსოლუტურად არავითარი გამართლება რუსეთის საოკუპაციო ჯარების ყოფნას არც აფხაზეთში, არც სამაჩაბლოში ეხლა აღარ აქვს. მესამე რაც მთავარია, საერთაშორისო თანამეგობრობამ დააფიქსირა თავისი პოზიცია ერთხელ და სამუდამოდ. ამ ოკუპირებული ტერიტორიების არანაირი ცნობა არ მოხდება, არავითარი დათმობა არ მოხდება საქართველოს ნაციონალური ინტერესების ხარჯზე და ეს პოლიტიკა გაგრძელდება მუდმივად. ეს არის პლუსში. მინუსში ჩვენ დავკარგეთ ორი მისია, ერთი სამაჩაბლოში, ერთი აფხაზეთში. აბსოლუტურად გასაგები არის, რომ ეს არ არის პოზიტიური მოვლენა. ასეთი შეფასება გაკეთეთ დღესაც, რომ ეს იყო რუსეთის მცდელობა, ასე ვთქვათ, მოწმეები მოეშორებინდა თავიდან ოკუპირებულ რეგიონებში, მაგრამ ბატონ გრიგოლ, ასეთ შემთხვევაში, როდესაც კარგავთ ორ მისიას, ორ საერთაშორისო მისიას, რომელიც ამ წლის განმავლობაში მოქმედებდა ორ კონფლიქტურ რეგიონში, რა ან ვინ შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში მშვიდობის ან სტაბილურობის მეტაკლები გარანტი? მინდა მოგახსენოთ, რომ მისიები მოდიან და მიდიან, საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსი რჩება. ამიტომ ყველაფერი არის დიპლომატია искусство возможного, ხო? ჩვენმა კაცმა თქვა. ამიტომ რამდენიმე არჩევანიდან უნდა ამოირჩიო, შეიძლება ყველა არჩევანი იყოს ცუდი, მაგრამ ამ ცუდიდან უნდა ამოირჩიო ყველაზე ნაკლებად ცუდი. ჩვენ არა ვართ იმის თანამდგომარეობაში და არა გვაქვს როგორც პატარა სახელმწიფოს იმდენი ინსტრუმენტი, რომ ჩვენი ნაციონალური ინტერესები ყველა წუთში მაქსიმალურად 100%-იანად დავიცვათ ისე, როგორც ჩვენ ეს გვესახება. მაგრამ ნაბიჯ მოძრაობა, შავი სამუშაო, რომელიც ყოველდღე არის გასაკეთებელი, თავის შედეგს მოიტანს. ეს გენერალური მდივანის მოხსენება რო გამოქვეყნდა, დაიწყო აბსოლუტური პანიკა და ჩვენი დადანაშაულება იმაში, რომ
ჩვენ ეს დაუშვით და ასე შემდეგ. თუმცა არავითარი ინსტრუმენტი არც ერთ ქვეყანას არ აქვს ამ მოხსენებასთან დაკავშირებით. ეს არის სუფთად გენერალური მდივნის პრეროგატივა, რომელიც სამდივნოს, სადაც რუსეთის ფედერაცია მაგალითად წარმოდგენილია გაცილებით უფრო ფართოდ ვიდრე ჩვენ და ეს არც არის გასაკვირი. რუსეთი არის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. მისიები მიდიან, მაგრამ ჯერ ერთი გავიხსენოთ, რომ ჩვენი ინტერესების, ჩვენი უსაფრთხოების დამცველი და ობიექტური დამკვირვებელი ომის შემდგომ პერიოდში იყო ერთადერთი. ეს არის ევროპის სადამკვირვებლო მისია. ეს მისია რჩება და როგორც მე დამარწმუნა ჩემ კოლეგებთან დღეს ძალიან ბევრ კოლეგამ დამირეკა ვილაპარაკეთ ამ უშიშროების საბჭოს შედეგებზე და როგორც მე მათთან საუბარმა დამარწმუნა, უმრავლესობა იყო ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. 1 სექტემბერს ეს მისია თუ არ გაფართოვდება, შენარჩუნდება ისეთივე მანდატი და ისეთივე შემადგენლობით, როგორიც არის დღეს. ეს არის მთავარი გარანტია. თუმცა მისის დამკვირვებლები ამ ხნის განმავლობაში, რაც ისინი მუშაობენ საქართველოში, ვერ ახერხებენ სრულად შეაღწიონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და დაათვალიერონ თუ რა ხდება ოკუპირებული ტერიტორიების კუთვნილ სოფლებში. დღეს მოსკოვის მხრიდანაც გაკეთდა ასეთი განცხადება, რომ მოსკოვი მზად არის, გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლობს ევროკავშირის მისიასთან. რამდენად სარწმუნოა, რომ მსგავსი ნება გამოჩნდეს მოსკოვის მხრიდან. ამ სტუდიის გარეთ მანახოთ ერთი ადამიანი, რომელიც ამას დაიჯერებს. ეს განცხადება, რომელზეც თქვენ აკეთებთ აპელირებას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც კი არ არის დაწერილი, იმიტომ რომ ეს არის იმისთანა რუსული და იმისთანა გამოთქმებით დაწერილი, რომ ეს რაღაც სხვა ადგილას არის შედგენილი, დამერწმუნეთ სრული პასუხისგებლობით გეუბნებთ. ეს საერთაშორისო აგენტობით გავრცელდა რუსული არა, მაგრამ ეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიძლება არ დაწეროს, ეს მიაწოდოს ზუსტად ისევე სხვათაშორის როგორც. ბატონო, აქვს თუ არა იგივე საერთაშორისო საზოგადოებას ევროკავშირის რესურსი, რომ მიაღწიოს რუსეთთან იმას, რაც ვერ მოხერხდა? რესურსი არ იქნება სასწაულებრივად. ნატრის თვალის პოვნა არის შეუძლებელი. რესურსი არის მუშაობის პროცესი. ის რომ დღეს რუსეთი იზოლაციაში არის, ეს არის მუშაობის პროცესი. ეს არ მოხდა თავისთავად. ამას დაჭირდა უზარმაზარი ძალისხმევა საგარეო საქმეთა სამინისტროსი და მისიის ადგილზე. მეორე წეთი, როდესაც თქვენ მე მეუბნებით, რომ არ იქნება შესაძლებლობა მონიტორინგის, ამაზე ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ მაგალითად ეროვნული არა, მე კითხავს რომ ბატონო, ხომ არ შეიქმნება ასეთი სურათი? თქვენ ესე ვიძახი განყენებულად, როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ იქ საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ ჩავა და მონიტორინგს ვერ მოახდენს, ამაზე ვერავის ვერ დავეთანხმები, მაგალითად მარტო იმიტომ რომ კნუტ ვოლებეკი აპირებს ჩასვლას. ეს არის ადამიანი, რომელიც აკვირდება ეროვნული უმცირესობის მდგომარეობას და არის ეუთოს ძალიან მაღალჩინოსანი ფუნქციონერი. ზუსტად ესევე ბატონი კელინი, რომელიც კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის გაეროს წარმომადგენელი არის. ეს ამ ადამიანებს მიუხედავად იმისა, რომ მისიის ფუნქციონირება წდება, ამათ ვერავინ ვერ წაართმევს უფლებას ჩავიდნენ გააკეთონ მონიტორინგი და რაც მთავარია გააკეთონ მოხსენება. და მოხსენებები, რომელიც ადამიანის უფლებებს სხვა შორის მინდა ყურადღება მეაქციო კეთება, ეს უფრო დიდი ბომბი არის რუსეთისთვის, ვიდრე 120 ოფიცერი. იმიტომ რომ ეს იდება საერთაშორისო ორგანიზაციების მაგიდაზე და რუსეთს ეხარჯება ტიტანური რესურსები იმისათვის, რომ ამ მოხსენებების ჯერ გამოქვეყნება, შემდეგ გავრცელება დაბლოკოს. ბატონ გრიგოლ, და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ის ფაქტორი, რომ გაეროს რეზოლუციებში აქამდე ყოველთვის იყო აღიარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ვერ აღმოჩნდა შემაკავებელი ფაქტორი რუსეთისათვის განახორციელებინა შარშანდელი აგრესია. დღეს, როდესაც რეალობა და სურათი არის მკვეთრად შეცვლილი განსხვავებით შარშანდელი აგვისტოსაგან, არის თუ არა განმეორებითი აგრესიის საფრთხე? თქვენის ნებართვით პირველ ნაწილს გავცემ პასუხს. არასოდეს არც რეზოლუცია და არც საერთაშორისო ხელშეკრულება აგრესიის შემაკავებელი ფაქტორი არ ყოფილა. როგორც ჰიტლერი ვერ შეაკავა მაშინდელმა საერთაშორისო სამართალმა, ზუსტად ისევე რუსეთი ვერ შეაკავა საერთაშორისო სამართალმა, გაეროს წესდებამ, ეუთოსში აღებულ ვალდებულებებმა და სხვა მრავალმა კიდევ საერთაშორისო ხელშეკრულებამ. თუ აგრესორ ქვეყანას აქვს იმის ნება, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება პატარა მეზობელ დემოკრატიულ ქვეყანას, განახორციელოს აგრესია, იმ პირობებში, როდესაც ეს განხორციელდა აგვისტოში, ეს არც თუ ისე ძნელი იყო. იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრ ჩვენ მოკავშირეს დაჭირდა ლეთარგიული ძილიდან გამოსვლა, როდესაც დაინახეს, რომ თურმე დღევანდელ ევროპაში
აგვისტოში 2008 წლის აგვისტოში შესაძლებელია მეორე მსოფლიო ომის ტიპის სამხედრო ოპერაცია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. და აქ ისმება საკითხი, თუ ვერაკავებს საერთაშორისო ხელშეკრულებების საერთაშორისო სამართალი, ნუ მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ, ხო? ამ ინსტიტუტების არსებობა, საერთაშორისო ორგანიზაციების. მინდა ერთი მარტივი მაგალითი შეგახსენოთ. 40 წელს 1940 წელს პირველად, 1945 წელს მეორედ რუსეთმა მოახდინა ოკუპაცია ბალტიის ქვეყნების. საერთაშორისო თანამეგობრობაში არც ერთმა ქვეყანამ ბალტიის ქვეყნების შეერთება საბჭოთა კავშირთან არ ცნო. სასაცილოდ გამოიყურებოდა ეს 50 წელს. ზოგიერთ სკეპტიკოს და ცინიკოს შეიძლება ეთქვა, როგორ არის ეს სასაცილო არისო. ეხლა გაიხსენეთ შედეგი, რომელიც ამან მოიტანა 1990 წელს. კი, ეს ძალიან დიდი პერიოდები და იმედი მაქვს, რომ საქართველოში ჩვენ ამისთანა პერიოდები არ დაგვრჩება, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ხანდახან საერთაშორისო სამართლებრივი საკითხები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პატარა ტაქტიკური მონაპოვრები. 1993 წელს ჩვენ ხელი რომ არ მოგვეწერა მოსკოვის ხელშეკრულებისთვის და არ დაგვეკანონებინა რუსეთის ყოფნა იქა, ჯერ კიდევ არ ვიცით ისტორია რა კუთხით მოტრიალდებოდა ჩვენსკენ, ჩვენ სასარგებლოდ. რაც შეეხება საფრთხეებს, ბატონ გრიგოლ, რა პრევენციული თომების მიღება შეუძლია დღეს საქართველოს ნებავთ საერთაშორისო საზოგადოების, რომ იმავე საფრთხის წინაშე არ დადგეს. საერთაშორისო საზოგადოება, მინდა გითხრათ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიპლომატია არ არის ხმაურიანი პროფესია. რუსეთთან უმაღლეს დონეზე შეხვედრისას საქართველოს საკითხი ყოველთვის განიხილება. თან ზერელეთ კი არა, სერიოზულად განიხილება. 1 საათიან შეხვედრაში ხანდახან ამ საკითხს ნახევარი დრო ეთმობა, იმიტომ რომ საქართველოს კი არ იცავენ მარტო. იცავენ საერთაშორისო სამართალს და დღეს არსებულ უსაფრთხოების და სტაბილურობის სისტემას. ამიტომ ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, მე მაქვს ეჭვი, რომ რუსეთი სამხედრო აგრესიას ვეღარ გაბედავს ამ სამხედრო აგრესიის სრული უაზრობის გამო. იმიტომ რომ შენ მოგიწევს მთელი ქვეყნის ოკუპაცია, აქედან დავიწყოთ, იქ სადაც არც ფაქტიურად არც პოლიტიკურ კლასში 1-2 გამონაკლისის გარდა, არც მოსახლეობაში მოკავშირე არ აყავს. ამ პირობებში ოკუპაცია შეუძლებელია და იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ იმ წუთასვე გახდები მარგინალური სახელმწიფო, ისეთივე როგორც ჩრდილოეთ კორეა არის და დაუპირისპირებელი მთელ ცივილიზებულ სამყაროს. და დასასრულს ბატონ გრიგოლ, კიდევ ერთი შეკითხვა, დადგება თუ არ განიხილავს თუ არა ქართული მხარე მიმართოს გაეროს ინიციატივით რუსეთი იქნას აღიარებული კონფლიქტის მონაწილე მხარედ. იცით, ეს თემა, რომელიც მოკრძალებულად იწყებოდა ომის შემდეგ და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად პრეზიდენტის მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს მცდელობის მიუხედავად ამ მცდელობებისა, არც თუ ისე ხშირად ჟღერდა, ნელ-ნელა აგორებული ზვავით კრიფავს ძალას. გუშინდელ სხდომაზე ფაქტიურად 10-მა სახელმწიფომ დაადასტურა და ცალსახად აღნიშნა ის ფაქტი, რომ რუსეთს არავითარი როლი სხვა არ აქვს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გარდა იმისა, რომ ეს არის კონფლიქტის მონაწილე მხარე. და რითი ცვლის ეს სურათს, ბატონ გრიგოლ? სურათს ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სურათი, რომელიც დღეს აქვს რუსეთს, რაც შეეხება მის საერთაშორისო რეპუტაციას, რაც შეეხება მის პოლიტიკურ კაპიტალს საერთაშორისო არენაზე, გაცილებით უფრო ვარესია ვიდრე ომამდე. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გახლდათ პირველი თემის სტუმარი. დაგვალოდეთ ჩვენი გადაცემა ეთერში რამდენიმე წუთში დაბრუნდება. პირველი თემა კოოპერატივ ეთერშია, ჩვენი სტუდიის სტუმარი ამჯერად გახლდათ საპარლამენტო უმცირესობის წევრი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლალიაშვილი. საღამოშიდობის ბატონი ნიკა. მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონ ნიკა, თქვენს მინდა გთხოვოთ შეფასება იმ შედეგისა, რა შედეგიც მიიღო საქართველოს გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის დასრულების შემდეგ. დავიწყოთ იმით, რომ აბსოლუტურად ვიზიარებ გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რა თქმა უნდა ეს იყო რთული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა და ეს არ არის სამყაროს დასასრული. იმავდროულად ასევე ვეხმიანები ჩვენი კოლეგების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ
უშროების საბჭოს ეს ხდომა გახლდათ ყველაზე ალბათ ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს საკითხის ირგვლივ კონსოლიდირებულია მთელი საერთაშორისო საზოგადოება და ეს იყო ილუსტრირება მოკავშირეობისა და პარტნიორობის, მაგრამ იმავდროულად, რა თქმა უნდა, თუმცა მოკავშირეობა ვერც თავიანთი პოზიციის და ვერც მათ მიერ მომზადებული რეზოლუციის გატანა შეძლებს. ეს ერთიანობა და ეს კონსოლიდირებულობა მაინც იქნა ტორპედირებული აი ვეტოს გამოყენებით და ჩვენ პრაქტიკულად აღმოჩნდით მონიტორინგის უკვე თითქმის ყველა ბერკეტის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მოდით იმაზეც ვისაუბროთ, რა მიიღო ამ შემთხვევაში მოსკოვმა საგარეო საქმეთა მინისტრმაც აღნიშნა დღეს გაკეთებულ განცხადებაში და ჩვენთან გადაცემაშიც, რომ ეს იყო ერთგვარი იძულებითი ნაბიჯი, რადგანაც რუსეთი მივიდა ვეტოს უფლების გამოყენებამდე. რა თქმა უნდა, დიპლომატიის ისტორიაში საერთოდ არასოდეს არ არის ხოლმე წახალისებული ვეტოს გამოყენება. აქამდე ითქვა და ვიზიარებ მე მას, რომ ვეტო გახლავთ ერთგვარი ანალოგია, თუ შეიძლება ასე თქვას, ბირთვული არაღის, ანუ როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ვეტოს გამოყენების მუქარა, ამას ეძახიან ეგრეთ წოდებული ფარულ ვეტოს, ის გამოიყენება ხოლმე უშროების საბჭოს ხდომებზე და სწორედ გულისხმობს იმას, რომ ხდება ხოლმე როგორც წესი უშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მიერ ამ ვეტოს გამოყენების მუქარით გარკვეული კორექტივების შეტანა რეზოლუციებში და ის რომ ეს ვეტო გამოყენებული იქნა, ნამდვილად არ მეტყველებს, ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეულ დიპლომატიურ წარმატებებზე რუსეთის ფედერაციისა, მაგრამ ფაქტი მაინც რჩება ფაქტად. ეს ვეტო იქნა გამოყენებული და ის რეზოლუცია, რომლის მიღებაც ჩვენ ხელს გვაძლევდა, იქნა ბლოკირებული. რაც შეეხება თვითონ აი ამ შეფასებებს, რომ თქვათ ხდება დაკნინება გაეროს მისიის როლის, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ბატონი მინისტრის მიმართ პერსონალურად მე ეს მისთვის არაერთხელ ასე ვთქვათ პირშიც მithქვამს, მე ვთვლი რომ ეს არის მართლაც კვალიფიციური, ძალიან კვალიფიცირებული დიპლომატი. მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში ეს შეფასებები ცოტა ასე ვთქვათ ეპატაჟურ ხასიათს ატარებს და ჩვენ ამ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ნამდვილად არ არის სასურველი ასეთი შეფასებების კეთება. გაეროს ის ასოცი ოფიცერი ძალიან დიდ როლს ასრულებდა გალის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობის თუ პრევენციის, მათი უფლებების დარღვევის პრევენციის თუ არა, ყოველ შემთხვევაში მონიტორინგის თვალსაზრისით მე შემიძლია გაგახსენოთ უამრავი მაგალითი. თუმცა ამან ვერაგვარი და ტუბაიას მაგალითი, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ მოხდა იმ ადგილზე უცებ გამოჩენა გაეროს სამხედრო პოლიციისა ეგრეთ წოდებულმა აფხაზურმა მილიციამ თავიანება იქ სრულ განუკითხაობას და თუმცა ბატონიკო ამან ვერაგვარი და იმ სამწუხარო შედეგს მე ზუსტად არ მახსოვს ნამდვილად მონაცემები და ხელთაც არ მაქვს რომ ამ მონაცემებს დავაყნო, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია დაღუპული მას შემდეგ რაც კონფლიქტი შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდა. მიუხედავად იმისა რომ გაეროს მისია მოქმედებდა თავისი მანდატის ფარგლებში, გაეროს მისია ახორციელებდა მონიტორინგს, ის რომ თქვათ ბატონო მინისტრმა აღნიშნა რომ მონიტორინგის სხვა მექანიზმები შენარჩუნებულია და თქვათ ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველები, ცნობილი დიპლომატები ესტუმრებიან აფხაზეთს და მოამზადებენ დასკვნებს ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ეს ძალიან მისასალმებელია, მაგრამ იქ მუდმივად არსებობ მონიტორინგის ჯგუფისა იყო მართლაც პრევენციის საშუალება. ამის დაკნინება არ შეიძლება. კი ბატონო, ამ ფონზე რაზეც თქვენ საუბრობთ? ერთ წამით თვითონ გაეროს მისიაში არის დაღუპულებიც ამ 15 წლის მანძილზე და ამ ყველაფერზე თვალების დახუჭვა და ამისას თქვათ გაბიაბრუება ამ თემის მე აბსოლუტურად მიმართავია დიპლომატიურ თვალსაზრისით. დღეს გაკეთებულ განცხადებაში მადლობა გადაუხადათ თვალ დამკვირვებელს და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რომლებიც მუშაობდნენ ამ ხნის განმავლობაში საქართველოში. კი ბატონო, ამ ყველაფრის გათვალისწინებით რაზეც თქვენ საუბრობთ, როგორ შეიძლება ვივარაუდოთ, როგორ შეიძლება შეიცვალოს სურათი კონფლიქტურ რეგიონში? კონფლიქტურ რეგიონში სურათი ძალიან დამძიმდა. დღეს გაკეთდა განცხადებები de facto ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ აფხაზეთის, კერძოდ შამბამ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ თუ აქამდე თქვათ მანდატი და რეზოლუცია, რომელთაც მისია ხელმძღვანელობდა, გარკვეულ შეზღუდვებს უწესებდა მათ შეერაღების განლაგებაზე, სამხედრო ძალების გადაადგილებაზე და ასე შემდეგ. დღეიდან უკვე შეზღუდვები აღარ არსებობს და უკვე ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა ყველანაირი შეზღუდვის გარეშე იქნება შესაძლებელი რუსეთსა და აფხაზეთს შორის. ანუ მეც თქმა მინდა პრაქტიკულად განეტრადა ყველა ბერკეტი, რომლითაც ჩვენ შეგვეძლო რაღაცა ხარისხით მაინც მოგვეხდინა ქართული მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
შესაბამისად დღეს ერთადერთ ამოცანად მართლაც ეროვნულ ამოცანად უნდა გადაიქცეს სწორედ ჩვენი ეთნიკური ქართველების ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამ მიმართულებით უნდა იყოს კონსოლიდირებული მართლა ყველა ძალა, ეს არ არის ლიტონის სიტყვები, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ის თუ ვისი დრო შეიფრიალებს იქ და რა სტატუსი ექნება ამ რეგიონს მართლა მეორე ხარისხოვანი, იმიტომ რომ ადამიანების სიცოცხლეზეა ლაპარაკი. და მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით არ უნდა დავიშოროთ არც დიპლომატიური ძალისხმევა, მართლაც მადლობა უნდა უთხრათ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ჩვენ დიახ წავაგეთ დავმარცხდით სამხედრო ბრძოლაში, ჩვენ დავმარცხდით დიპლომატიურ ბრძოლაშიც, მაგრამ ჩვენ მოვიგეთ საინფორმაციო ბრძოლა, ჩვენ ამ დამარცხებულ ბრძოლებში მოვიპოვეთ ისეთი მეგობრები და ისეთი პარტნიორები და ისეთი მოკავშირეები, რომლებიც მართლაც გვერდში გვიდგანან ჩვენ და ეს გახლავთ სწორედ ერთ-ერთი დიდი დამსახურება ამისი გახლავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს. იყო გამოყენებული დიპლომატიურ ასპარეზზე გნებავთ ყველა რესურსი იმისათვის, რომ აგვეცილებინა თავიდან ასეთი ბედი ცხინვალში უთოში აფხაზეთში კი გაეროს მისიისა. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ გაკეთდა მაქსიმუმი, ის გაკეთება შეიძლებოდა. ჩვენ ვაკრიტიკებდით ხელისუფლებას იმაში, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა ერთგვარი ხისტი განცხადებების და დიპლომატიური თვალსაზრისით სრულად გაუმართლებელი განცხადებების კეთება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ გაკეთდა ყველაფერი ის გაკეთება შეიძლებოდა. უბრალოდ თავზემოთ ძალა არ არის და რუსეთმა გამოიყენა თავისი წონა და მოახდინა ამ რეზოლუციის ბლოკირება. მე მინდა დავუბრუნდეთ წინა შეკითხვას, იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება გაკეთდეს. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ერთადერთ მექანიზმად იმისა, რომ გარკვეულწილად შევინარჩუნოთ რაღაცა, თქვათ, დოზით უსაფრთხოება და უზრუნველყოთ ამ ადამიანებისათვის, ვინც იქ ცხოვრობენ, გარკვეული გარანტიების შექმნა, გახლავთ ჟენევის მოლაპარაკება. ჟენევის მოლაპარაკების მიმართ საინფორმაციო საშუალებების ყურადღება სულ უფრო პროკლებულობს, რადგან ეს მოლაპარაკებები პრაქტიკულად უშედეგოდ მიმდინარეობს ბოლო რამდენიმე რაუნდი ყოველ შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ეს რჩება ერთადერთ ფორმატად. ფორმატი, რომლის მიმართ თავისი მოთხოვნები აქვს სეპარატისტებს. აქვს თავისი მოთხოვნები, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ სასურველი იქნება ჩვენ ალბათ რაღაცა ფორმით მოვახდენთ ფორმირებას ჩვენი მოთხოვნისა. მე მხედველობაში მაქვს ქრისტიან დემოკრატების მოთხოვნა, ჩვენო ფრაქციამ დააყენა საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხდომაზე ეს საკითხი და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მოთხოვნის დაყენებას, რომ ამ ფორმატში გათვალისწინებული იქნეს საპარლამენტო წარმომადგენლობაც რაღაცა სტატუსით. მე მხედველობაში მაქვს პირველ რიგში საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში, რომელიც სრულად დახურულია ქართული საზოგადოებისათვის და აბსოლუტურად უცნობია საერთოდ რაზე არის იქ ლაპარაკი. ეს გამჭვირვალობის მიზნით იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ერთადერთი გზა იმისი, რომ უბრალოდ ერთ-ერთი წერტილი, რომლის ირგვლივაც მართლა შეიძლება მოხდეს კონსოლიდირება მთელი ნაციის. რაც ეხება ევროკავშირის მისიის გაფართოებას ან მის თუნდაც სამსახით შენერჩუნებას და იმის მიღწევას, რომ ევროკავშირის დამკვირვებლობა შეაღწიოს სრულად ოკუპირებულ ტერიტორიაზე. თემა თუ ჩვენ შევძელით, სწორედ ამას გულისხმობდი, როცა ვამბობდი დიპლომატიურ ძალისხმევას, თუ ჩვენ შევძელით ამ მათი მანდატის გაფართოება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის. ყოველ შემთხვევაში ის რაც ბატონო მინისტრმა თქვა, რომ არის ძალიან სერიოზული პირობა იმისი, რომ ყოველ შემთხვევაში არსებული სტატუსი მაინც არ დაკნინდება და კიდევ უფრო გაიზრდება, ეს რაღაც გარკვეულ იმედებს იძლევა. სწორედ იმედებზე იყო მინიშნება დღეს გაკეთებულ განცხადებაში, რომ თუნდაც ის, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია დიპლომატიურ კულუარებში გარკვეულ შედეგს და დასჭირდა ვეტოს უფლების გამოყენება, ესეც მიანიშნებს იმას, რომ თბილისს აქვს რეალური შანსი გაზარდოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფუნქციები. იყო ასეთი მოსაზრებებიც, რამდენიც შეესაბამება ეს რეალობას, თქვენ როგორ ფიქრობთ? ვერ გეტყვით, ნამდვილად არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს და ვფიქრობ, რომ აი ამ ეტაპზე მართლაც ხა ჯობია უფრო ფხიზელი პოლიტიკა შევიმუშაოთ, მთლიანად მოვახდინოთ რეინვენტარიზაცია მთელი ჩვენი სტრატეგიული რესურსის. აუცილებელია მართლაც ხელახლა გადაიწეროს და თავიდან დაიწეროს უბრალოდ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რადგანაც გეოპოლიტიკური სიტუაცია ჩვენ გარშემო იცვლება. და ამ მიმართულებითაც ასე თქვენ ბრძანეთ, მუშაობა არის საჭირო და ბევრად უფრო ინტენსიური მუშაობა, ვიდრე ეს ახლა მიმდინარეობს. დასასრულს ბატონიკა ბოლო შეკითხვას დავსვამ, ასეც ისე თქვენი პასუხიდან გამომდინარე, იცვლება სიტუაცია, რა რესურსი აქვს საქართველოს, გნებავთ საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით, მიმართოს გარკვეულ პრევენციულ ზომებს იმისათვის, რომ შეცვლილ რეალობის პირობებში არ მოხდეს და არ მოხდეს ის, რომ განმეორდეს ხელახალი აგრესია ისეთი, როგორც წინაშეც ვიდექით გასული წლის ზაფხულში.
მე არ ამგონია რომ თქვა ახლა უახლოეს პერიოდში ჩვენ ველოდოთ მსგავსი აგრესიის განხორციელებას იმ მასშტაბით რა მასშტაბითაც იყო, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ პატარა პროვოკაციები აუცილებლად იქნება. ეს სიტყვა პატარა ამ შემთხვევაში არ გულისხმობს თქვა შედეგებს, რადგანაც აქ ერთი ადამიანის სიცოცხლეც კი ჩვენი სახელმწიფოსთვის უნდა იყოს უმნიშვნელოვანესი. და ერთი თმისღერი არ უნდა ჩამოვარდეს ჩვენ მოსახლეობას. აი ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად. რაც შეეხება რესურსებს, აქ რესურსი არის ერთადერთი. ეს გახლავთ ისევ ჩვენი მოკავშირეების, ჩვენი პარტნიორების, ჩვენი ერთგული მეგობრების მხარდაჭერა, მათი ზეწოლა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათი გააქტიურება იმ მიმართულებით, რომ რუსეთის წონა სოფლიო პოლიტიკაში შემცირდეს. და ეს წონას თქო არ დააწვეს საქართველოს მხრებზე მთლიანად. აი ეს არის მთავარი ამოცანა დღეს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლა ალიაშვილი გახლავთ პირველი თემის სტუმარი. ჩვენ განვაგრძობთ გადაცემას. გახდება თუ არა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ოპოზიციიდან ხელისუფლების შეთავაზებას პირველი გამოეხმაურა ოფიციალურ პასუხსელის. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება და მოხდება თუ არა შეთანხმება პოლიტიკურ ოპონენტებს შორის. დაგვალოდოთ რამდენიმე წუთში პირველი თემის სტუმარი სალომე ზურაბიშვილი იქნება. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია. ჩვენი გადაცემის დასკვნითი ნაწილის სტუმარი გახლავთ საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი. საღამომშვიდობის ქალბატონ სალომე და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში სტუმრობისთვის. ქალბატონ სალომე, თქვენ განაცხადეთ თანხმობა ყოფილიყავით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ის იყო პასუხი ხელისუფლების ერთი კვირის წინანდელ შემოთავაზებაზე. რა პასუხსელით, რა ოფიციალურ პასუხსელით ხელისუფლებისგან? პასუხსველი რომ როდის იმიტომ წინადადება მოდიოდა ხელისუფლებიდან, კერძოდ მიხეილ სააკაშვილისგან. ამაზე მე გავანცხადე თანხმობა ინდივიდუალური და შემდგომ სხვა ოპოზიციურ პარტიებმა ამ გადაწყვეტილებას დაუჭირეს მხარი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ის ხალხი, რომელიც დგას პარლამენტის წინ და ითვლება როგორც რადიკალური ფრთა პროტესტის, იმ ხალხმაც განაცხადა თანხმობა ამაზე და მე მგონი ეს უკვე ნიშნავს, რომ არსებობს ამ გადაწყვეტილებისთვის ისეთი მხარდაჭერა, რომელიც ნიშნავს, რომ უნდა ალბათ ამ დღეებში გადაწყდეს. კარგით, rodemde აპირებთ თქვენ დაელოდოთ ხელისუფლების ოფიციალურ პასუხს გავდოთ? მე პირიქით დავსვამდი კითხვას, როდის მივიღებ მე პასუხს. მე ველოდები, მე ვარ მოლოდინის მდგომარეობაში, ამიტომ ჩემი და არანაირად არ მინდა რომ ვინმე ჩათვალოს, რომ ულტიმატუმებს ვსვამით, ეს იქნება მაშინ გამოყენებული მისთვის, რომ როგორ დაიწყო და ულტიმატუმებს აყენებს ხელისუფლების მიმართ. მე არ ვაყენებ ულტიმატუმს, მზათა ვარ. მე ვთვლი, რომ სიტუაცია არის ძალიან დაძაბული, ამან განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა, რომელიც არ იყო არც ნაბიჯი, როგორც ასეთი იოლი, არც ვიცი, რაც მელის არ იქნება არანაირად მარტივი და ძალიან ბევრი ალბათ სირთულეები მელის ამ გზაზე. მე ვთვლი, რომ ამ ძალიან დაძაბულ მდგომარეობაში, როცა საქართველო მიექანება რაღაცა დაპირისპირების ფორმისკენ, რომელიც მე მიმაჩნია სრულიად დამანგრეველი ამ ქვეყნისთვის, როცა მისი მთავარი ინსტიტუტები ინგრევა, ამაში ძალიან დიდი დანაშაული არის ხელისუფლების თვითონ, იმიტომ არ შეიძლება რომ პოლიციას აუგზავნო, რომ იყოს დამცველი მოქალაქესი, არ შეიძლება რომ ჯარს დანაშაულებაში დაანაშაულო იმაში, რომ ვითომც რუსეთთან არის რაღაცა გადატრიალების სქემების მომზადებაში, ეს ყველაფერი არის ნგრევა იმ ინსტიტუტების, რომელზედაც დაფუძნებული არის ეს სახელმწიფო. და როცა მე ვხედავ, რომ სახელმწიფო ინგრევა, მე მზათა ვარ ყველაფრისთვის. პოლიტიკურად მე ვრჩები ოპოზიციონერი და არ გადავდივარ მე პოზიციაში, ეს არაერთხელ ვთქვი. მე ვრჩები როგორც ამ პოლიტიკური გუნდის პოლიტიკური მოწინააღმდეგე, მაგრამ რაც ამ სახელმწიფოს სჭირდება, რასაც ვთვლი მე როგორც ამ სახელმწიფოს
რაღაც გადარჩენის ფორმა იმისთვის მზადდება. თუმცა ალბათ ამას გულისხმობდა ხელისუფლების შემოთავაზება, როდესაც პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ოპოზიციას თავაზობს ministrების მოადგილეების თანამდებობებს, როგორც ოპოზიციონერებს, მაგრამ სანამ თქვენ მიიღებთ პასუხს ქალბატონ სალმე ოფიციალურად თქვენს თანხმობაზე, რადასკვნების საფუძველს გაძლევთ ის ფაქტი, რომ გუშინ პრეზიდენტის მხრიდან მოხდა თქვენს განცხადებას გამოხმაურება და პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს უკან წაიღოს თავის სიტყვები, დღეს კი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან გაისმოკო სხვაგვარი შეფასებები, რომ თუ ქალბატონ სალომეს წარმოუდგენია დილით იმუშაოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, შემდეგ კი საღამოს მიტინგებზე იდგე, ასე ვერ მოხერხდება შეთანხმება. მე არ ვიცი ახლა სახელისუფლებო გუნდი როგორ იყვნენ მოლაპარაკებული მანამდე, რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ახლა, შეიძლება ამ წუთში. მე ვიტყოდი, რომ ეს მათი გადასაწყვეტი არის. მე ვერ ჩავერევი იმ გადაწყვეტილებაში, მე ჩავთვალე, რომ ეს იყო სერიოზული წინადადება, მე მივიღე სერიოზულად და გავეცი სერიოზული პასუხი, მართლა მთელი ჩემი პასუხისგებლობით და ეს არის პოლიტიკური, როგორც ყველანაირი ფიზიკური, რომ მე ჩავერთო ამ ბრძოლაში, მე მიმაჩნია, რომ ეს არის იმ ბრძოლის გაგრძელება, იმ მშვიდობიანი ბრძოლის გაგრძელება, რომელიც დავიწყეთ 70 დღის წინ. და სხვათა შორის ისიც უნდა ითქვას, რომ ალბათ ეს წინადადება არ იქნებოდა, თუ არა ის 70 დღე. ეს შეიძლება ჩავითვალო და ეს მოვისვინე ახლა ხან. ჩემი ანალიზი არ არის, რომ ეს არის ალბათ შეიძლება პირველი შედეგი იმ 70 დღიანი ბრძოლის. ამ ბრძოლის გადატანა შიგნით, იმისთვის, რომ დაცული იყოს სტაბილურობა ამ ქვეყნის, იმისთვის, რომ დაცული იყოს პოლიცია თავის ფუნქციაში, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ღერძი, ეს არის ის ბრძოლა, რომელიცთვისაც მზათა ვარ. ქალბატონ სალომე, თუ კი ეს არის ერთ-ერთი პირველი შედეგი ოპოზიციის ბრძოლისა, მაშინ რატომ გусმის ოპოზიციის მხრიდან შეფასებები, რომ ხელისუფლება არაადეკვატურად აღიქვამ შექმნილ ვითარებას? არა, მე მგონი ეს შეფასებები იმის შესახებ მე არ მინდა კომენტარებზე გავაკეთო. შეფასებები არის იმის მიმართ, რომ ჯერ კიდევ პასუხი არ არის, რომ გააკეთეს შემოთავაზება, ამ შემოთავაზება მიიღეს პოზიტიური პასუხი. მეც მოვისმინე და ყველა მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ასევე პრინციპში პოზიტიური რეაქცია ამ ჩემ წინადადებაზე და მე მოდის რაღაც კომენტარები. კიდევ ერთხელ დრო მივცეთ, ალბათ შეიძლება ამ გუნდში საჭირო არის რომ რაღაცები დაალაგდეს, იმიტომ მესმის და სააკაშვილმაც თვითონ თქვა რომ ზოგიერთისთვის ეს იყო შოკის მომცველი, მესმის რომ ეს შოკი არის, იმიტომ რომ რაღაცა სტერეოტიპული შეიქმნა სურათი ოპოზიციის, ჯერეთი იმითი რომ თუნდაც თქვენი არხე ან რუსთავი სულ გვეძახის რადიკალურ ოპოზიციას, თუ უყურებთ ჩვენ კადრებს თუ რა ხდება დღეს ირანში, რომელსაც სხვათა შორის ძალიან პოზიტიურად ხვდება დანარჩენი მსოფლიო, ეს არის შეიძლება ბევრად უფრო რადიკალური ოპოზიცია და ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა, მაგრამ პრინციპული გზა. და ამიტომ ზოგიერთებისთვის ალბათ ხელისუფლებაში ჩემი გადაწყვეტილება რომ მე შიგნითაც შევიტანო ეს ბრძოლა, ეს პრინციპული ბრძოლა არის შეიძლება გაუგებარი. მე მზათა ვარ რომ ყველას აუხსნა პირველ რიგში ალბათ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც ალბათ ეკნება რაღაცა ეჭვები, თუ როგორ ვაპირებ მე ამ ბრძოლის წარმართვას იმისთვის რომ ამ ქვეყანაში არადესტაბილიზაცია როგორ წარმოგიდგენთ? კი ბატონო, თქვენ დღესაც განაცხადეთ ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხად, როდესაც მათ დასვეს კითხვა როგორ წარმოუდგენია ქალბატონ სალომეს დღესით იმუშაოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საღამოს კი საპროტესტო აქციებზე იდგეს, რომელიც ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშნვას, თქვენ განაცხადეთ რომ თქვენ თავად გადაწყვეტ რა ფორმით გექნებათ კონტაქტი იმ საზოგადოებასთან, ვის წინაშეც თვლით თავს ანგარიშვალდებული როგორ წარმოგიდგენიათ ამის შეთავსება? კი ბატონო. პოლიტიკაში ყველანი ვართ ანგარიშვალდებული, ჩვენ ან პოტენციალურ, ან არსებულ ამორჩევებთან. ეს არის სრულიად ბუნებრივი, ნორმალური პოლიტიკურ ცხოვრებაში თუ ვართ და თუ ვაპირებთ, რომ ვიყოთ დემოკრატიულ წყობაში. ამაში არაფერი არ არის გაუგებარი, მე მგონი და ყველასთვის მისაღებიც არის. ის რომ მე ვაპირებ დღისით რომ ეს ბრძოლა გავატარო თვითონ შიგნით სამინისტროში, ეს არის ბრძოლა ამ ქვეყნის სტაბილურობისთვის. ეს არის სახელმწიფოებრივი ბრძოლა, მეორე არის პოლიტიკური. ესეც უნდა კარგად გავიგოთ, რომ შეიძლება ამ სახელმწიფოსთვის იბრძოდე შიგნიდან, იმითი რომ კონსოლიდაცია მოახდინო, რომ პოლიცია პოლიციას გავდეს, ჯარი ჯარს გავდეს, იგივეს ვამბობდი ჯარზე და ვამბობ დღესაც, რომ არ შეიძლება რომ ჩვენი ჯარი ჩვენ თვითონ დავანგრიოთ.
არ შეიძლება რომ ჩვენი პოლიცია დავანგრიოთ იმითი რომ ჩვენ არ ვაძლევთ პოლიციელებს საშუალება რომ თავიანთი ფუნქცია რაც არის მოქალაქეს დაცვა ის შეასრულოს. როგორც კი განაცხადეთ პოლიციელს რომ შენ არ მიხვიდე იქა იმიტომ ის მოქალაქე არ არის მთლიანად მოქალაქე არის ოპოზიციონერი იმ პოლიციელის მოვალეობას ვშლით და მის ფუნქციასაც ვანგრევთ. ამიტომ ეს არის დასაცავი. დასაცავი არის ის რომ არ შეიძლება რომ ზონდერბრიგადები და სპეცნაზები იცვამდნენ პოლიციელების ფორმას, იმათ ჭირდებათ ნომრები, მე უნდა ვიცოდე როგორც მოქალაქე, რომ თქვენ ხართ პოლიციელი და შეიძლება გენდოთ. დღეს ეს ნდობა, რომელიც არსებობდა დასაწყისში, როცა პატრული შეიქმნა, დაკარგული არის. არ შეიძლება. ეს არის დასაცავი. დასაცავი არის მოქალაქე. როცა 114 ფაქტი არის გამოუძიებელი დღემდე 8 აპრილიდან პარასკევამდე და აღარ ვითვლი იმ 83 ახალგაზრდის ისა რომელსაც ბოდიშს უხდიან ერთის მხრივ ამ მხოლოდ ჟურნალისტებს მე მგონი სხვებს არ უხდიან ბოდიშს რატომ ვერ გავიგე და ამავე დროს ამ ახალგაზრდებს აღთევინებენ 400 ლარს თუ კი ბოდიში არის და თუ კი გადამეტებული იყო მშვიდობიან აქციაზე ამ ტიპის ქცევა, რომელიც კიდევ ერთხელ პოლიციელების ნაკლებად ბრალი იყო, ვიდრე ზონდერბრიგადების და სპეცნაზების და ეს ყველაფერი უნდა იყოს გარკვეული. ვისი რა როლი არის სახელმწიფოში თუ კი გვინდა სახელმწიფო. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ფუნქციები შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალბატონსალმა? კონკრეტულ მინისტრის კონკრეტულ მოადგილეს აქვს გარკვეული ფუნქციები, მაგრამ თქვენ განაცხადეთ გუშინ რომ თქვენ მზად ხართ გახდეთ მინისტრის პირველი მოადგილე. საერთოდ ასე არის. ახლა მე კიდევ აქ არ მინდა რომ ვინმე თქვას რომ ულტიმატუმებს სვამს. საერთოდ ასე არის რომ პოლიტიკური მოადგილე არის პირველი მოადგილე. დიახ, მაგრამ ეს ხომ არ იყო ერთგვარი ინტერპრეტაცია თქვენი მხრიდან ხელისუფლების შემოთავაზებისა, ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად მე ამას რომ ოპოზიციას ეკნებოდა ისეთი პოსტი, რომელიც მინისტრის არყოფნის შემთხვევაში შეესრულებდა მინისტრის მოვალეობას. ანესა, ყოველ შემთხვევაში ის ფუნქციები, ის პოლიტიკური როლი, რომელიც მე ვთვლი, რომ თუ კი ოპოზიცია შემოყავს ამ ფუნქციებში, ეს უნდა იყოს პოლიტიკური როლი. პოლიტიკური როლი არის სტაბილურობის შემოტანა, არის დაცვა იმ ინსტიტუტის, არის ასევე დაცვა იმ მოქალაქეების, რომელიც დღეს ამ ჩვენ ქვეყანაში დაუცველები არიან და ეს არის ძალიან დიდი დესტაბილიზაციის წყარო. შენ როცა დაუცველი ხარ მთლიანად, მაშინ ყველაფერზე მზად ხარ და ეს უნდა თუ გვინდა სტაბილურობა და მე ვთვლი რომ ჩვენ გვინდა, ჩვენ არა ვართ დესტრუქციული ძალა, ჩვენ რომ ყოფილიყავით 70 დღე არ ვიდგებოდით, არავის არ აქვს დიდი სურვილი რომ იდგეს ქუჩაში, მე მგონი. მაგრამ ვიდექით სწორედ, იმიტომ რომ ჩვენ ვარ ვთქვით სხვა ფორმებზე, სხვა მეთოდებზე, რომელიც დღეს გამოყენებული არის, კიდევაც ახლა ვთქვი ირანში ან სხვა ქვეყნებში. ჩვენ წავედით ამ ბეწვის ხიდზე, რასაც ქვია გრძელი გზა, რთული გზა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მივაღწიოთ არჩევნებამდე და მე დღეს კიდევ ვთვლი და ბოლომდე ამას ჩავთვლი, იმიტომ მე მაქვს გამოცდილება იმ ქვეყნების, რომაც გაიარეს პოლიტიკური კრიზისები, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა არ არსებობს სხვა თუ არა არჩევნები. სხვა არის გადატრიალება, რომელიც არ გვინდა, იმიტომ ეს ქვეყანა ამას ვეღარ გადაიტანს და ჩვენ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და მე ვიცი რომ ამაზე უკვე ბევრი ლაპარაკით ამ საღამოს, ასე რომ არ დაუბრუნდები, არ შეიძლება გადატრიალება. ამიტომ ჩვენ აუგზავნეთ ჩვენ თავს. არა იმიტომ რომ არ შეგვიძლია და არ არსებობს ძალები, რომელიც ამისი შესაძლებლობა ან სურვილი ექნება. ხელისუფლება ოპოზიციის პასუხად, როდესაც ოპოზიცია საუბრობს კრიზისის არსებობაზე, ყოველთვის განმარტავს, რომ ქვეყანაში არ არის რეალურად კრიზისი, რადგან კრიზისი არის სამწუხარო, თუ არ დავიწყეთ აქედან. სახელმწიფო სახელმწიფოებს შტოებს შორის, მაგრამ არის თუ არა დღეს გამოსავალი რეალურად ვითარებიდან რეალური შედეგზე ორიენტირებული დიალოგი. თქვენ სხვა ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად აქციების საწყის ეტაპზე წინააღმდეგი იყავით დიალოგის. ეს თქვენი თანხმობა ნიშნავს თუ არა თქვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯს დიალოგისკენ? იმიტომ არ მომეცა საშუალება 7 თვე არის არ ყოფილვარ თქვენთან, ასე რომ იმ მთელი პერიოდი როცა ვიყავი ინიციატორი ამ ახალი მოძრაობის და მე როცა ჩავერთეთ ამ მოძრაობაში, არასდროს არ მომეცა საშუალება რომ აქ მეთქვა სერიოზულად რა იყო ჩემი ჩვენს გადაცემაში შეიძლება თქვენ ამოგიწიეთ ამ ხნის განმავლობაში სტუმრობთ ოპოზიციის წარმომადგენლებს ყოველთვის თავაზობთ ერთ-ერთ თუმცა მე ყოველთვის ერთი ვარ დიპლომატი
დიპლომატი 30 წელი ვიყავი აქტიური დიპლომატი, პროფესიონალი, ასე რომ ჩემზე ვერავინ ვერ იტყვის და მე მგონი აქაც როცა განმოვედი როგორც მინისტრი, აქაც დავამტკიცე იმითი რომ რუსებთანაც მოვახერხე რაღაცა დიალოგის ფორმის მონახვა, რომ ჩემთვის დიალოგი არის როგორც თევზისთვის წყალში სუნთქვა. პრობლემა არ მაქვს ამასთან, მაგრამ უნდა იყოს შედეგიანი, მე ვიცი რა ფორმებით უნდა იწყებოდეს შედეგიანი დიალოგი, რომ იყოს არსებითი, რომ მქონდეს შინაარსი და მივაღწიოთ რაღაცა რეალურ შედეგს. ეს პირობები შექმნილი არ იყო, იმიტომ არ იყო ის წინასწარ ნდობა, რომელიც აუცილებელი არის, რომ დიალოგზე წახვიდე. ამიტომ მე როცა მივდივარ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში და იმედი მაქვს, რომ ეს გაკეთდება. მე არ მივდივარ, იმიტომ რომ შეიქმნა რაღაცა ნდობა. პირიქით არანაირი ნდობა აღარ არის ამ ქვეყანაში და ხალხი გადასული არის იმაზე, რომ ცემა ტყეპა და დაჭერები და გაქრობა. სურვილი იმისა, რომ რეალური დიალოგი შედგეს, თუნდაც იმ ინიციატივებით, თუნდაც ამ კონკრეტული ინიციატივებით. ეს მე მგონი არის შედეგი ამ ბრძოლის. ადრე გამოთქმული ინიციატივით გნებავ საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, გნებავ საკონსტიტუციო კომისია. ეს მე მგონი არ არის სერიოზული, ეს არის ის არასერიოზული დიალოგი. სერიოზული არის ესა და თუ ამას მოყვება სხვა ოპოზიციის ლიდერების სხვა ადგილებში ასევე წასვლა ფუნქციებზე იმისთვის რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო ეს იქნება ძალიან სერიოზული. ბატონო, თუ კი ეს არის ეს კონკრეტული ინიციატივა ნდობაზე, ის ნდობა რომელიც არ არსებობს ჩემგან ხელისუფლების მიმართ და ვერ იარსებებს, იმიტომ ჩვენი წარსული გამოცდილება არის რომ ყველა მომენტში როცა რაღაცა ნდობა იყო საპარლამენტო არჩევნებზე და ყველაფერზე მერე იყო ტყუილი. ასე რომ ნდობა ვერ იარსებებს და ისევე მოქალაქეებისგან ხელისუფლების მიმართ. მაგრამ ეს ფუნქცია თუ კი მომცეს საშუალება რომ მე დავიკავო და შევიდე იქა, ეს იქნება რაღაცა ნაწილით ნდობის აღდგენა არა ჩემს და ხელისუფლების შორის, არამედ საზოგადოების და პოლიციის შორის. თუ კი ეს კონკრეტული ინიციატივა იმ სამინისტროს შორის, რომელიც უნდა იცავდეს მოქალაქეებს და ქვეყანას და სტაბილურობას პირველ რიგში. ეს არის კონკრეტული ინიციატივა, რაზეც თქვენ ხართ თანახმა, არის სერიოზული შემოთავაზება ხელისუფლების მხრიდან. რატომ იყო მაშინ ოპოზიცია ძალიან კატეგორიული თავის შეფასებებში ერთი კვირის წინ, როდესაც ხელისუფლების ამ ინიციატივის მოსმენის შემდეგ ცალსახად იყო გაკეთებული შეფასება, რომ ნდობა არ არსებობს. არასერიოზული და იმიტომ რომ ნდობა არ არსებობს და იმიტომ რომ მე როცა ვთქვი რომ მე ამაზე მივდივარ როგორც კი ავხსენი, რატომ მივდივარ და როგორ მივდივარ, მერე მივიღე მხარდაჭერა, მაგრამ პირველად როცა ვთქვი, რომ აი მე ამაზე წავალ, მე მგონი ყველამ ჩათვალა, რომ ცოტა გიჟი არის და მიდის თავის რისკზე. დიახ, მივდივარ ჩემ რისკზე, ვიცი რომ ვიღებ უზარმაზარ პასუხისგებლობას. ძალიან დიდი საფრთხეები არის, არაფიზიკური, თუმცა ვიღაცები მივეკავენ რომ გაუფრთხილდი, მაგრამ მე ამისი არ მჯერა. პოლიტიკური ძალიან დიდი რისკები და საფრთხეები, მაგრამ ეს ღირს, თუ კი ეს იქნება ის პირველი ნდობის აღდგენა საზოგადოების და თავის ინსტიტუტების შორის, აქ პოლიტიკაზე არ არის ლაპარაკი, მე არ გავხდები ამითი მერაბიშვილის გუნდის წევრი ან საერთოდ ამ პოლიტიკური გუნდის წევრი, მე დავრჩები რაც ვარ, ესე იგი ოპოზიციის ნაწილი, მაგრამ მე გავიგე რომ მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა ეს ადგილი და ამიტომ მივიღე ეს ადგილი. თქვენ ვძადებით პირველი, რომელიც გამოეხმაურეთ ამ ინიციატივას, რისკებზე საუბრობთ. მე მგონი დამოკიდებული, ესე იგი, ჩემ ამ ტესტზე არის დამოკიდებული, ამას მოყვება სხვა თუ არა. ეს არის საზოგადოება და ინსტიტუტები. ეს მაინც არ დავანგრევინოთ. კი ბატონო, როგორ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა მოვა თავისთავად, ეს მოვა არჩევნებით. სხვა ოპოზიციის სხვა ლიდერების მხრიდან თქვენ სამნაბიჯს მსგავს ინიციატივა რისკებზე საუბრობდით, თქვენ და მსგავს რისკს ხედავდა ოპოზიცია მაშინაც, როდესაც ხელისუფლების მხრიდან წამოვიდა ეს შეთავაზება, მაშინ საუბრობდნენ, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ დაგებული ხაფანგი, რომ ოპოზიციაში განხეთქილება შეიტანოს. მე დავინახე ის დაძაბულობა, რომელიც შეიქმნა ამ რაღაც რამდენიმე დღეში, რომელიც არის ძალიან საშიში ამ ქვეყნისთვის და მისი სტაბილურობისთვის, ვთვლი რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ ამის გაკეთება და ბოლომდე გავატაროთ ეს. ეს არის მუშაობა სახელმწიფოსთვის, ეს არ არის რამე გარიგება, შერიგება, შეთანხმება პოლიტიკურ
ოპონენტებთან. უნდა გავიგოთ ესა, თუ ჩვენ გვინდა რომ ეს ქვეყანა არ დაინგრეს. ძალიან რთულია. რამ განაპირობებიანი რატომ მაინც და მაინც შინაგან საქმეთა სამინისტრო არანაკლებ მნიშვნელოვანი ალბათ დამეთანხმებით როგორც სასჯელახსრობით, ასევე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა და ასევე ოპოზიციის შესვლა ეროვნული უშიშროების საბჭოში. არა, მე ვიტყოდი ამ უშიშროების საბჭოზე, რომ იქ მე ვარ ნამყოფი და ვიცი, რომ არაფერი იქ არ წყდება და არ არის მნიშვნელოვანი. სამაგიეროდ ის ადგილები, სადაც ძალაუფლება ამ ქვეყანაში არის უზურპირებული, ის ადგილები, საიდანაც კრიმინალური ბანდები მართავენ ამ ქვეყანას, ის ადგილები, საიდანაც ატერორებენ ჩვენ მოქალაქეებს, იმ ადგილებში ოპოზიციის შესვლა არის სახიფათო, მაგრამ არის საჭირო. ამიტომ ამ ადგილებში მე ურჩევდი, მაგრამ ჩემი გადასაწყვეტი არ არის და ალბათ ჩემი მაგალითიდან გააკეთებს დასკვნას ოპოზიცია, თუ კი ღირს, თუ კი შეიძლება სხვა რამეზე ლაპარაკი მომავალში. საინტერესო აქვს თუ არა ჩამოყალიბებული დღეს ოპოზიციას სამომავლო გეგმა. 70 დღე ახსენე დააზუსტეთ თქვენ, ამ ხნის განმავლობაში გრძელდება აქციები. პირველი შედეგი, რასაც შეიძლება ვხედავდეთ, არის ის, რომ ხელისუფლების კონკრეტულ ინიციატივას, რომელსაც თქვენ სერიოზული უწოდეთ, თქვენ მზად ხართ მიიღოთ ეს ინიციატივა. სერიოზული არის, ვნახავთ. კი ბატონო, ეს თქვენი შეფასება. საინტერესოა იმ შემთხვევაში, თუ არ მოყვა ამას ხელისუფლების მხრიდან დადებითი პასუხი. რა გზას განიხილავს, რა მოქმედების გზას განიხილავს ოპოზიცია, ან მეორე შემთხვევაში როგორი შეიძლება იყოს ეს გზა, თუ კი თქვენ წახვედით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. ჩვენი გზა არის ერთი, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის გზა, მშვიდობიანი გზა, რომელიც გადიოდა იმ პარლამენტის წინ 70-იან დღიან აქციებზე. ასევე შეიძლება ეს იყოს გაგრძელება ამ პოლიტიკური ბრძოლის, ჩემი შესვლა იმ ადგილებში, სადაც უზურპირებული არის ძალაუფლება ამ ქვეყანაში. ეს ყველაფერი არის სხვადასხვა ფორმა ერთი ბრძოლის, ერთი პოლიტიკური ბრძოლის, რომელიც არის მშვიდობიანი სტრატეგია, იმიტომ ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და გავიმეორო, რომ ეს ქვეყანა ვერ გადაურჩება ვერც რამე გადატრიალებას, რომელიც ჩვენგან არ წამოვა, ვერც იმ აფეთქებას, რომელიც მოვა თუ არაფერი არ გადაწყდა და ამ პოლიტიკური კრიზისიდან არ გამოვედით, ვერც იმ დიქტატურას, რომელიც მოვა თუ კი ჩვენ დავმარცხდით. ასე რომ ჩვენ ალტერნატივები ბევრი კი არა გვაქვს. გვაქვს ეს ბრძოლა, რომელიც უნდა გავატაროთ ყველა ფრონტზე, სადაც შეიძლება, ოღონდ ერთი მეთოდით, მშვიდობიანით და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ამ ქვეყნის მიმართ, რომელიც არის ძალიან ცუდ დღეში. და კიდევ ერთხელ ალბათ ის რაც მოხდა დღეს და გაეროს მისიის გაუქმება ჩემთვის არის ძალიან ცუდი ამბავი, რომელიც არ მიხარეა, მე ამით არანაირ ნიშნებს არ ვიწერ და არ მინდა რომ ეს გახდეს პოლიტიკური გასჯის, რომ ხელისუფლება ცუდია და ოპოზიცია კარგია, მაგრამ თავისთავად არის ეს ძალიან ცუდი, იმიტომ ჩვენ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდით იმ იზოლაციას და იმ სიტუაციას, როცა ჩვენ ვრჩებით ერთ-ერთზე რუსეთთან, რომელიც ჩემი აზრით არის საქართველოსთვის ყველაზე ცუდი გზა, ყველაზე საშიში გზა, რომელიც შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს. იმედი მაქვს ეს არ არის რაღაცა. ძალიან დიდი მადლობა ქაბუტო საომე. რომ ჩვენ დავრჩით სიბნელეში. არ მინდა ეს სიბნელე ამ ქვეყნისთვის.